ყოფილი ტელეწამყვანი დღეს გაიხსენებს თუ როგორ დაიბადა ქართულ ტელესივრცეში პირველი და ყველაზე ხმაურიანი ყვითელი თოქ-შოუ და რა გახდა მისი დახურვის მიზეზი. ტაბუს ჰქონდა ბევრად უფრო მეტი რეიტინგი, ვიდრე მთლიანად არხს. დღეს გავიგებთ თუ როგორ აღმოაჩინა მარინა სალუქვაძემ თამბაქოს ქაღალდებზე თავისი წინაპრების ტრაგიკული ისტორია და რა ეწერა ფურცელზე, რომელიც მამას მთელი ცხოვრება გულის ჯიბით დაჰქონდა. ეს არქივი რომ ნახე და წავიკითხე, არ მეძინა არც მე და არც აზას. ის გვიამბობ თუ როგორ აპოვნინა მეორე ქმარმა მისი უკანასკნელი და ყველაზე დიდი სიყვარული. და ბოლოს 4 მეგობრის გულახდილ საუბრებს და მათ საერთო თავგადასავლებს მოვისმენთ. პროფესიით კინომცოდნე, ყოფილი ტელეწამყვანი, ულამაზესი და უნიჭიერესი ნამდვილი ლედი მარინა სალუქვაძე. და რა ფორმა ჭყობით სალამი? სალამი. როგორ მიხარია რომ მოხვედი გადაცემაში სტუმრად, იმდენი გვაქვს მე და შენ სალაპარაკო. შენთან ყოველთვის დიდი სიამოვნებით. მადლობა. სანამ საუბარს დავიწყებთ, გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ავეჯის სახლი ნიტა. ავეჯის სახლი ნიტა ადგილი სადაც ირჩევენ ყოველ საუკეთესოს. მარინა, ჩვენ გადავხედეთ შენს ძალიან საინტერესო ცხოვრებას თვალი და აი ესეთი თემები ამარჩიეთ. წერილები წარსულიდან. ტაბუ. სპეცქორწილი მარგარეტ ტეტჩერისთვის. სიყვარული და შოკოლადის რეცეპტი. ივან და მარია. და როგორც ჩვენი თამაშის წესი მოითხოვ, შენ ახლა უნდა დააჭირო ღილაკს ხელი და ვნახოთ რომელი თემა ამოვარდება პირველი. აბა ვნახოთ. მარინა სალუქვაძე 2000-იან წლებში საკმაოდ პოპულარული გახდა. სწორედ მას მიყავდა ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი პირველი ყვითელი თოქ-შოუ, რომლის თითქმის ყოველი ეთერი საზოგადოების განხილვის საგანი ხდებოდა. ეს იყო სასწაული, მე წინ მიზის პიონერი. სად ვიყავით ჩვენ? არა, მე კი მქონდა გადაცემა ჩემი მშვენიერი ლედი, მაგრამ ის სხვანაირი იყო. სად იყო ეს თოქ-შოუები? როგორ დაიბადა ტაბუ? როდესაც მიმიწვიეს ტელეკომპანია მზეში სამუშაოდ, მაშინ პოზიცია მქონდა პროგრამების დირექტორის მოადგილე. შემდეგ უკვე სპონტანურად მოვიფიქრეთ, იქ იყო ძალიან საინტერესო ქართული კინოს ფესტივალი, რომელიც ეთერში გადიოდა, ძალიან საინტერესო რამე გამოვიდა და აი იმ პერიოდში მზეზე იყო ძალიან დაძაბული მდგომარეობა, რაც ორ ხელისუფლებიანობა იყო, მასში ყოფილი მფლობელი, ახალი მფლობელი, იქ რა გადანაწილება, ასე ისე და აი ამ პერიოდში მოხდა ისე, რომ მე შევთავაზე ჩემი გადაცემა. დაინტერესდნენ და გაკეთდა ჯერ პილოტი. და ეს პილოტი შემდეგ უკვე გავიდა ეთერში. პილოტი რო გავა ეთერში, ესე იგი რა მაგარი პილოტი იყო. ძალიან ბევრი ეს იყო, სხვათა შორის მოწინააღმდეგე, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ აი ქართველები ესე თავისუფლად თავიანთ პრობლემებზე არ ისაუბრებენ ეთერში. იყო ამაზეც საუბარი და ნუ რა ჩვენ დაუმტკიცეთ, რომ შეიძლება ამის გაკეთება. არა თუ დაუმტკიცეთ, რამდენი წელი გადიოდა გადაცემა? 3 წელი, კარგი დროა და რეიტინგი ჰქონდა სასწაული. რეიტინგი ჰქონდა ძალიან დიდი, იმიტომ რომ როდესაც სოციოლოგებმა დათვალეს, ტაბუს ჰქონდა ბევრად უფრო მეტი რეიტინგი, ვიდრე მთლიანად არხს. მოგესალმებით. თქვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში ვიქნები მე მარინა სალუქვაძე და თოქ-შოუ ტაბუ. 2005 წლის 5 მარტს გადაცემა ტაბუ პირველად გავიდა ეთერში. ეს იყო ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში, რომელმაც მაყურებელი ფაქტობრივად ტელეეკრანებს მიაჯაჭვა. აქ არა მარტო შიშველი ჩანს, შენი გარეგნული მონაცემები. მთლიანად ჩანხარ. არის ესეთი განმარტებაც, რომ თითქოს სადაც გენიტალიები ჩანს, ის პორნოგრაფია, სადაც არ ჩანს, არ არის პორნოგრაფია. როგორ გავიგოთ, ვარდის ფურცლები თუ მოყრილი ის ფოტო ესთეტურია და ბუმბულებში თუ წევს ეს არ არის? სწორედ ტაბუში განიხილებოდა მწვავე თემები, რომლებზე მსჯელობასაც ერიდებოდნენ. საქართველოში მარტო 2006 წელს გაკეთდა 21204 აბორტი. სტუმრად კი მიდიოდნენ ისინი, ვინც საკუთარ პრობლემებზე აქამდე ხმამაღლა საუბარს ვერ ბედავდა. რა პრინციპიდან გამოდიდა? აი აქედან გამოდიდა. ეს თქვენ არ მოგწო? გასრავად. მესმის, მაგრამ იქნებ მეტყოლებაზეც იფიქრო რა. რა არის, ის შენოცა ამბობ ლექს და გისმენს ხალხი. არა, ეს ლექსი ლომი არ არის ქართული სიტყვა რა. ძირითადი არქივი არ არსებობს. სად წავიდა?
ეს არქივი დარჩა ტელეკომპანია მზეში, მზე დაიხურა, მე რამოდენიმე გადაცემა გადმოვიწერე, მოვახერხე, მაგრამ მთელი არქივი გადმოვიწერდა. ეხლა სად არის ეს არქივი, არც ვიცი. მე Facebook-ზე დავდე პოსტი, რომ აი მარინა მოდის ალოქვაძე და ხალხმა ძალიან დიდი სიყვარულით გაიხსენა შენი გადაცემა. დიდი მადლობა. როგორ თკვილად მოუბარი, კულტურული, დახვეწილი, ყველაზე დელიკატურ და ყველაზე ისეთ თემებსაც კი ძალიან დელიკატურად უდგებოდი ბევრისგან განსხვავებით, არ იყავი მიმწოლი, ვთქვათ, შენ გქონდა შენი ძალიან კარგი მეთოდები, ასე ვთქვათ, კითხვის დასმის. თუმცა როგორ მლანძღავდნენ იმ პერიოდში, შენ არის. ძალიან. მაშინ არ იყო პოპულარული სოციალური ქსელები, იყო ფორუმ G. ესეთი. სადაც რომ შევედი თურმე აღმოჩნდა რომ მთლიანად არის ერთი თემა ტაბუ გახსნელი, სადაც ნიკნეიმებს არის ხალხი ამოფარებული და მლანძღავენ, მაგრამ რას მლანძღავენ რომ ვარ იმის სოფლელი ასეთი, ისეთი, ასეთი რაღაცა კატასტროფა რომ არ ყალბი. ბაიმე მთელი ღამე არ მეძინა ია. იცი როგორ აი გული გამისკდა კინაღამ. რაღაცა ჩასმული კბილებით, ჩემს სტომატოლოგს ძალიან ეწყინებდა ყველა კბილი ჩემი. ძალიან ბეს იყო რა, აი რა გითხრა ხო? ჩემთვის იყო მოულოდნელი ამხელა აგრესია. ეხლა აგრესია დაუფარავად ხდება. მაშინ კი მაინც იმაშვებოდა. ნიკნეიმების ხო. მე სულ შე როგორ გეჭირა ხელში აი ესე გეჭირა და ბატონებოს მიმართავდი ხოლმე. შენს მეც ვარ შენს გადაცემაში ერთხელ ნამყოფი მახსოვს და საოცარი აუდიტორია ყავდა. თვითონ აი ამ აუდიტორიის შეკრება ის ვინც ესწრებოდა გადაცემას, ეს ხო მურთულესი თემაა. სასწაული კარგი გუნდიც ყავდა. კარგი გუნდი მყავდა და მე მინდა აღნიშნო რომ ახლა როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს ხოლმე გადაცემაზე, მსგავსი ტიპის ток-შოუზე, ჩვენ ვიყავით მხოლოდ 4. ხო, აი ამ ხელა შოუზე ხა წარმოვიდგინე. ამ ხელა შოუზე 4 ადამიანი, ეს ძალიან რთული ამბავია. გადაცემა ტაბუ პირველად გაბედა და ღიად ისაუბრა ისეთ თემაზე, როგორიცაა სექსუალური უმცირესობები და რაც თავარია საზოგადოებას პირველად აჩვენა და გააცნო ტრანსგენდერი ქალი კესო. და ალბათ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ ამბავმა. ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა კონკრეტულად ამ გადაცემას და ძალიან საინტერესო იყო საზოგადოებისთვის. ჩემთვის იყო იმდენად მოულოდნელი, შემოვიდა ულამაზესი გოგო. დახვეწილი მოდელი, საოცარი, რომელსაც დაცვა არ უშვებდა, იმიტომ რომ პასპორტში მამაკაცის სახელი ეწერა. ხო, საოცრად ლამაზი და ძალიან ნერვიულობდა. მეც ეხლა მინდა ეს საოცრად ლამაზი ქალბატონი მოვიწვიოს სტუდიაში. კესო, ხო. გამარჯობა. კესო, ჩვენ ახლა ვიხსენებთ აბუს ამბებს. რომელი წელი იყო? გაფაგაიხსენე. მე ვიყავი 16 წლის მაშინ და მე ვინც მეგობრების დახმარებით მოვხდი ტელევიზიაში, საერთოდ არ იყო ჩემი გეგმა ან რაღაცა პოპულარობა და ასე შემდეგ. აბსოლუტურად სხვა მიზნებით მივედი, რომ მიმეღწია პლასტიკურ ქირურგამდე და გამეცნო. მაშინ საერთოდ არ ვიცნობდი არავის და ძალიან ნერვიულობდი, ჯერ მარინა რომ ნახე, ესეთი ლამაზი ქალი საერთოდ ჩემს ცხოვრებაში არ მყავდა ნანახი, ცოტა პირდაღებული უყურებდი, ესეთი ლამაზი იყო და შენ საიდან მოგაფიქრდა ამ თემაზე გადაცემის გაკეთება, ვინ მოგაწოდა იდეა? იყო ესეთი სოციალური მუშაკი გიორგი მარჯანიძე, რომელიც ადრე მყავდა გადაცემაში სტუმრად და მითხრა რომ არის ესეთი ქალი, ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც ძალიან უნდა პლასტიკურ ქირურგთან მოხვედრა, ამ თემაზე ისაუბრებს გადაცემაში და თუ დაინტერესდები. მე ვთქვი რატომაც არა, მე ძალიან მაინტერესებს მასთან შეხვედრა. რა კიდოდა პლასტიკურ ქირურგთან, კესო? იცი, მე ვიყავი ძალიან პატარა და აბსოლუტურად საკუთარ თავში გაურკვეველი და არ ვიცოდი საერთოდ რა უნდა გამეკეთებინა და საკუთარ თავში გარკვევა მჭირდებოდა. იმდენად პატარა ვიყავი. და მაშინ არ არსებობდა საერთოდ არც ტრანსგენდერი ქალები, საერთოდ არც გამეგო მსგავსი რამ ინტერნეტ სივრცეც ესე არ იყო ხო საერთოდ არაფერი მსგავსი და ერთადერთი საშუალება რა რეაქცია მოყვა შენს ამ გადაცემაში გამოჩენს? ძალიან დიდი მოთქმა მოყვა ამ ყველაფერს. მეორე დღეს მესამე დღეს ქუჩაში რო დავდიოდი, მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ ესეთი ლამაზი გოგო ხარო და ალბათ ფული გადაგიხადაო მაგ მარინამ, რომ ესეთი ამბები მოყევიო. როგორი ლამაზი გოგო ხარ და სარძლოთ მომწევ ხარ და
ესეთი რაღაცებს მეუბნებოდნენ და რატომ მოყევი ესეთი რამე. რა შეცვალა ამ გადაცემას? ამ გადაცემის დამთავრების შემდეგ აბსოლუტურად სხვა ადამიანი გავხდი, უამრავი შემოთავაზა სამოდელო სააგენტოებიდან მირეკავდნენ და ამიყვანეს მოდელად, დავდიოდი ერთ სააგენტოში, ანუ იმდეს სააგენტოში დამიბარეს, რომ ყველგან დავდიოდი, მე მგონი, რაზეც ვერ ვიოცნებებდი, დღეს ალბათ ყველაფერი მაქვს და დიდი მადლობა შენ ამ. წარმატებები. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. ახლა ვთხოვ კიდევ ერთ მადლიერ სტუმარს, რომელმაც თავისი ტკივილი და სათქმელი საზოგადოებას სწორედ მარინა სალუქვაძეს და გადაცემა ტაბუს დახმარებით თქვა. აღმოსავლური ცეკვების ოსტატი ელენე ჩიხლაძე ქართველმა მაყურებელმა პროექტ ნიჭიერით გაიცნო. საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც მას ელენ ორიენტალის სახელით იცნობენ. ელენის ცეკვას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მაყურებელი აღუფრთოვანებია. უმშვენიერესი ქალბატონი ელენ ორიენტალი, ელენე ჩიხლაძე გადაცემაში სტუმრად გთხოვთ ელენე. სხვათა შორის ჩემი მასწავლებელი გამარჯობა. მოგესალმები მაყურებელს. როგორ მოხდი გადაცემა ტაბუში? ვიყავი დაპატიჟებული ქორწილს. როგორც მოცეკვავი, შემსრულებელი, ვარ მზად, ახლა წარმოვიდგინე სიტუაცია კოსტუმში, სანთლები ანთებულია, გამოვდივარ საცეკვაოდ და მორბის ვიღაცა. ქალი ყვირილით. აი როგორი ყვირილი, თან დიდი რესტორანი ეპესკებზე ულამაზესი სიტუაცია, უამრავი ხალხი ზის, მორბის ქალი ყვირილით. ვინ მოიყვანა ეს სტრიპტიზერშა ჩემი გოგოს ქორწილს? ესე იგი რა დამემართა, როგორ აგიხსნათ? მივედი სახლში, ვესაუბრე მეუღლეს. ნუ მეუღლე დამარცხნა და გასაგებია ახლა, კარგი სიტყვები ვითხრე, ვარ ნერვიულო რაღაცა, მაგრამ გძნობდი შიგნიდან, რომ აი როგორ აგიხსნათ ეს. ის ვიგზენი, რომ ის რასაც მე წლები ვაკეთებდი, რაშიც ჩემი ცხოვრება ჩაუდე. აი ეს შეურაცხყოფეს. მეუფლებოდა გრძნობა, რომ სული ამომტაცეს. ცარიელი ვიყავი შიგნიდან, ხვდებით? ეს რთულია ძალიან, მით უმეტეს ხელოვანი ადამიანისთვის. და აი ესეთი უკვე ესეთ ემოციებში დავრეკე პირდაპირ მზეზე. უთხარი, მე ვარ აღმოსავლური ცეკვის ქორეოგრაფი, ისა ესეთი და დაინტერესდა ეგრევე. და იცით რატო დავრეკე მაინც და მაინც აი ტაბუ არაფერ შუაში არ იყო. პირველი ჩემთვის ავტორიტეტი და მიზეზი იყო თვითონ ქალბატონი მარინა, იმიტომ რომ ხედავდი ამ გადაცემას, რომ ხედავდი აი ეს არისტოკრატიზმი, რომელიც გამოდის ყველაფერში ჩანს, აბსოლუტურად ვიზუალური ყველაფერი ნებისმიერი აი მხრიდან რო ავიღოთ. მივიფიქრე, თუ ეს ადამიანი ვერ გამიგებს, მაშინ სხვა ვიღა უნდა გამიგოს. მარინა, გახსოვს ეს ამბავი ხო კარგად? როგორ დაგიხსოვს, ელენე ძალიან კარგად მახსოვს და თან მერე იმდენად რაღაც კეთილგანწყობა იყო მის მიმართ. მეც დავდიოდი, რამოდენიმე კლასი ავიღე მასთან, გახსოვთ დავდიოდი. მეც დავდიოდი, ვერ დავამთავრებ. ხალიჯი. ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ რო და მოხვედი ჩვენს გადაცემაში და ელენე იცოდე, მე ვერ დავამთავრებ ამ გადაცემას, ისე რომ შენ გადაცემის ბოლოს არ გვიცეკვავ. გვიცეკვებ? სიამოვნები. მადლობა. ახლა კიდე ადგაცოდა ჭოროობის დროც, ჩემო ძვირფასო მარინა, მე მინდა სტუდიაში მოვიწიო შენი ერთი გარშოკის მეგობარი, უმაგრესი ქალი ლალი მოროშკინა და შენი ნათესავი, უმაგრესი მომღერალი მაია ბარათაშვილი. გთხოვთ გოგოებო. სალამი. ოხრა გოგოები შემოინა. თქვენ ახლა ბავშვობიდან, მართლა ბავშვობიდან ისვენთ ერთმანეთს. ხო, მართლა გარშოკის მეგობრები ხართ შენ და ლალი? 5 წლიდან. საიდან გაიცეთ? ჯერ კიდე ჩვენი მშობლები იცნობდნენ ერთმანეთს და მე პატარები მიგვიყვანეს სკოლაში. მაშინ შეიძლებოდა 5 წლის ასაკში და მე და მარიკუნა ისე მოხდა რომ ძალიან პატარები ვიყავით და 5 წლისებში შეგვიყვანეს სკოლაში. პირველ ექსპერიმენტალურში. ჩვენ სკოლაში. ჩვენი სკოლა, ჩვენი სკოლა. მაია, შენ ჩვენ სკოლაში არ სწავლობდი? მე არ ვსწავლობდი თქვენ სკოლაში, მაგრამ ახლოს ცხოვრობდი თქვენი სკოლაში. კი, ძალიან ახლოს ცხოვრობდი, მახსოვს კიდევაც. მაია, შენ ხარ ნათესავი. როგორი ნათესავია? მარინას ბებიები და მამა ჩემი იყვნენ ალალი ბიძაშვილები. და პლუს მაია არის ჩემი შვილის ნათლია და მარინა არის ასევე ჩემი უფროსი შვილის ნათლია. ასე ვარ გადახლართულები ერთმანეთში. გადახლართულები ვართ ერთმანეთში კი. გადახლართულები კი არა, ეხა მანდროს ხეთ ხარ და ჩვენ აგვზივართ რაღაცა, ასე მგონია, რაღაცა რა ვქნათ? მოვიდეთ? მოდი ეხა დავლიოთ ჩაი. მარინა მოგვიტანა ძალიან მაგარი შოკოლადი, თავისი ხელით გაკეთებული შოკოლადი ვუდსტოკი და დავატკბოთ ეს ჩაი კაი ჭორაობით. ჩაი!
ბეჭის სახელი მიდას უნდა უთხრა ძალიან დიდი მადლობა. აი ესეთი სავაზური როგორც ვარ, თქვენს კომფორტულად იგრძნობ თავი. აი ესა როგორ იყო ეს ბიჭებს როგორ აშაყირებდა? ჭუბის თავი ასეთი იდგა ყოველთვის და მე სულ ვიღაცას ვუკიტინებდი და სულ საცემრად იწევდნენ ხოლმე ჩემზე და მარინა სულ მიწევდა სკოლაში ხო მართლა. შენ? ხო მის ჩუმად ხო ტიკ 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 იგიდან მიუძრებოდი აქედან მოუძრებოდი და მე რო წამოვიდოდნენ საცემრად მარინა გადამეფარებოდა ხოლმე და იტყოდა რომ ხელი არ ახლოთ ჩემი მეგობარია. მართლა სუკანი დიდი იყო. ხო საყვარელი. ოღონდ იცი როგორ იყო აი ვერ დაასწრებდი სიკეთის გაკეთებას რა ვიღაცის დაცვას რაღაცა ისეთ რა ნუ მე რომ მავნებელი იყო პარალელურად ისეთი კარგი თვისებები ქონდა რომ აი ესეთი შვილი კარგია იცი რა მართლა ოჯახისთვის იყო რაღაცა მომენტში პრობლემატური ამათი ოჯახი ხვდების იტ ყველა ესეთები დაწყებილები ბანტიანები და რაღაც გახამებული რაღაც პერანგები და მარინა ანგრევს ყველაფერს ამ დროს ყველაზე მეტად მიყვარს ახლა ლალის გარო ამბობს რომ შენი დასაცველი რო იყო ლალი მოგონდა პატარა ვიყავი პატარა მე გავიზარდე პატარა და ყველას ვუკიტინებდი ხოლმე რომ წამოვიდოდნენ ია მე სულ ვიძახე რომ აი მარინას ფერის გარეგნობის უკან დგას ოტო ფონ ბისმარკი ადამიანი რომელიც არის გაერთიანებაზე მიდრეკილი დიდი პასუხისმგებლობით დიდი ინტელექტით მე გეტყვი როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ჩემი ვარსკვლავის გახსნას ფილარმონიაში და საიუბილეო კონცერტს რა თქმა უნდა ხო ვინ გააკეთებდა და მარინაზე უკეთესად მივედი მარინასთან და მარინა მითხრა ესეთი ფრაზა რომელიც ჩემ ცხოვრებაში არც ერთ კაცს არ თქვია ჩემთვის არც კაცს და არც ქალს შენ დაისვენე მე გავაკეთებ შენ მხოლოდ იმღერე აი ესეთი რამე პირდაპირ ვიტყვი მარინა და მე ხო აი ესეთი რამე შენ ცხოვრებაში ხო ეს იყო იდეალური მე მომიწია პირველად ცხოვრებაში ამის ფუფუნება მქონდა ია რომ მე უბრალოდ ჩემ მუსიკაზე და სიმღერაზე ყოფილიყავი კონცენტრირებული დანარჩენი ყველაფერი მარინამ გააკეთა და მე და ზაზა და მარინა მივდივართ ერთხელ ქალაქგარე და ზაზა მეუთხარი დავფიქრე ახლა რა არის გოგო გათხოვდი ვერ გავიგე ამდენი ხანი ხო და ზაზა მეუთხარი იცი როგორი ქმარი მინდა აწი თუ რამეს ვიფიქრე აი მარინა რო არის ისეთი მინდა მარინეთი და ზაზა გაიბერა ყველა აი იცი რა რომ მეტყვის რომ შენ დაისვენე მე გავაკეთებ აუ მარინას ნაირი ქმარი ძამა არა საოცარი პროდიუსერია არა მარტო მე რო ვიძახი რომ ოტო ფონ ბისმარკია მე ამაში გულისხმობ არა მარტო ლოჯისტიკას აქ არის პასუხისმგებლობა აქ არის კავშირებზე და გაერთიანება ბისმარკი ხო იცი გერმანიის გაერთიანებაზე კი ბატონო გაერთიანებაზე მიდრეკილი ფანტაზიებს იგონებს საოცარი ფისმეიკერი არ არსებობს რომ ნერვი არა აქვს ესე იგი მეც კი რომელიც ვცდილობ რომ აკონტროლო არა საერთოდ მისი გაჩერდი მარინა მისი მოთმინება სულ ვეუბნები მარინა შენი მოთმინება არის სამაგალითო და მე რომ მქონდეს შენი მოთმინება აქამდე 100 ჯერ ვიქნებოდი დაოჯახებული არა მე სხვა რამე არა მე ვითვე ნუ ყველაფერს საზღვარია აი მე როცა აიღებს და მოუკნეს ხო მე ვიკითხებაში ეს კაცებმა იფიქრონ თორე ჩვენთან ეს არ მოწრება შენ გამაგებინე პირბადის ფორმა რომ მიეცი ამაზე თვითონ პირბადეს რატო არ იკეთებ პირბადეს არც გავიკეთებ რატო გამენებე თავი ნახშირორჟანგით სუნთქო არ მინდა არა ხო არ ჯერა არ ჯერა კოვიდი არა მჯერა იცი ჩემი აი ძალიან დიდი ენერგიის და ნუ 100%-იანი იმუნიტეტის იმუნიტეტი გაქვს. ხო, მორჩა. ყველაფერი აქედან მოდის. არა, იმართება თავი. ეს ფოტოშორის ვეთანხმები ლალის აქტიური ცხოვრების წესი, დღეში 15 კილომეტრი ფეხით სიარული, აქტიური ცხოვრების წესი. მარინას ეს არ ჭირდება, იმიტომ რომ ისედაც დარბის და დადის და საქმეს აკეთებს და აცხობს და რაღაც საოცრებებს აკეთებს. სიარული. მე ბიბრძვი გადარჩენის. ნუ ამ ბრძოლის უკან ხო, ყველანი მეტნაკლებად ბიბრძვა გადარჩენისთვის მეტნაკლებად. მე გათავისებული მაქვს, რომ ვარ ჯარისკაცი ეხლა ამ პერიოდში. და მე უნდა გადავარჩინო ჩემი ოჯახი. რაღაცა პირველ აპრილს რაღაცა ხუმრობების ამბავი რო იყო ეგ მოყევი. მთელი ცხოვრება მეშინია მარტის მოსვლის, იმიტომ რომ მარტის მერე აპრილია და მთელი ცხოვრება, ხო მართლა შეგნებული ცხოვრება, ვემზადები რომ აი მარტია, მარინას უკვე დაწყებული აქვს რაღაც საშინელების ჩხლართვა და ბოლოს ისევ სპონტანურად მოდის. გაჩერდი რა დადგმული გაქვს, ესე იგი, ხანდახან ყოფილა დამიფიქსირებენ ნახევარი წლით ადრე აქვს მოტყუება დაწყებული. ხო იცი რომ მე ლოგიკურ ფინალამდე მივიდეს და ეს ფინალი იქნება 1 აპრილს და ჩვენ ესე გოგოებს გადარეკლი გვაქვს ერთმანეთს, აი იქნებ წელს მაინც არ გაგვაცუროს და ვერ შეძლოს ეს აბა მაინც მტყუდებით და დღის ბოლოს მაინც ახერხებს. ამას ჰქონდა დიდი კომპლექსი. უცებ გაეზარდა მკერდი. უცებ გაეზარდა მკერდი, მანამდე არ თქონდა ამ ხარ და უცებ გაეზარდა. ხო ზივარ, გაჩვენებ როგორ ვიჯექი. საერთოდ რომ მიდიოდი. აი ეს არის
გიდა. რომ კერძი. მოიცა მაგას მე მოყვარ. მე აი ესე ყვება, აი ესე იჯდა ხოლმე და ესე ჭამდა და ესე ჭორაობდა და არ დამავიზდება ერთხელ რომ დამირეკა ლალი მოროშკინამ და მითხრა არ მოყვე ხა ეს ყველაფერი აი ხო კაი მაია იჩკა არ გინდა ხლა ამ თემაზე ნუ გავახსოვ ნუ რა ოქნა აბა რა წამო კაი ჭამე მაშ ასე ამ თემის პირველი 300 ლარიანი კითხვა რაზედაც სწორ პასუხს გვეთქვის ლალი რა ტრადიცია გქონდათ შენ და ლალი სტიპენდიის აღების დღეს და გაიხსენეს შეკრების ადგილიც. მე ლალის და ქეთულის. ქეთული. სამივეს ქონდა ესეთი ტრადიცია, სტიპენდიას ვინც პირველი აიღებდა, მივდიოდით პალერმოში. პალერმო იყო ერეთელზე პიცერია. ერეთელი წერტილი იყო პიცერია პალერმოს, სადაც აკეთებდა კატასტროფა პიცას მაიონეზით. მაგრამ როგორ მოგწონდა მაიონეზი პიცას გისწრებოდით ისე მოგწონდა რაც განსხვავებული ადგილი იყო. სწორია. რა თქმა უნდა. აბსოლუტურად სწორი პასუხია შენ მოიგე 300 ლარი. გილოცა. მადლობა. მოდი ახლა წინ წავიწიოთ, მარინა დააჭირე ღილაკს ხელი და ნახოთ მეორე თემა რა იქნება. ნახოთ მეორე. მარინა სალუქვაძის ბავშვობის მოგონებებში ერთ-ერთი მთავარი ადგილი მის ბებიას თავადის ქალს მარიამ იშხნელს უკავია. ქალბატონი მარიამი ულამაზესი დახვეწილი და ამავე დროს საკმაოდ მკაცრი ქალბატონი გახლდათ. მათ ოჯახში იყო ტრადიციები, რომლის დარღვევაც არავის ეპატიებოდა. ნამდვილად. რომელი ტრადიცია იყო ყველაზე აუცილებლად შესასრულებელი? მთელი ოჯახი 6 საათზე სადილად უნდა დამსხდა. 6-ზე? აუცილებლად. ბებია იყო საოცარი კულინარი. ისეთი გემრიელი კერძები ქონდა, თავისი რეცეპტები ქონდა, რომელიც მე ჩუმად გამანდო და ნებისმიერი მისი გაშლილი სუფრა ეს იყო ხელოვნების ნიმუში. აღარ მოგინდებოდა კერძის გადაღება. კარგი რა. თან ძალიან ბევრი სტუმარი გვწყალობდა ყოველთვის და ძალიან საინტერესო ხალხი იკრიბებოდა ჩვენთან. პატარა გოგონასთვის ძნელი არ იყო ამ ტრადიციების დაცვა? ნუ ცხადია, ძნელი იყო, იმიტომ რომ ვიყავი 120 კილო, მსუქანი, მინდოდა სულ ჭამა. ვიპარავდი მაცივრიდან ხანრას და თან ყველაზე მეტად რა მახსოვს, იცი? ბებიას, ნუ ეხა მაშინ ამერიკა, ინგლისი და ესპანეთი არ იყო ესეთი, რა ქვია, ხელმისაწვდომი. ასე რომ ბებია მოსკოვში აბარებდა ხოლმე კამფეტებს. მოსკოვის კამფეტები ქონდა ხოლმე გადამალული თავის კარადაში. ქონდა ესეთი ძალიან დიდი რკინის ყუთი, ძალიან ლამაზი და იმ ყუთში ინახავდა. ხო და ნუ ცხადია, ხამი მეპარებოდა ამ ყუთს, ხამი და ყველაზე მეტად მე. ხო თან რომ მოვიპარავდი ამ კამფეტებს, მე ისევე გავახვევდი. რატო გიშლებდნენ ამ კამფეტების ჭამა? ნუ ცხადია მიშლიდნენ და თან მაშინ იყო ესეთი მიდგომა, რომ კამფეტის სტუმრის არის. აჰა. ქონდა თუ არა რაიმე განსაკუთრებული აღზრდის მეთოდი თავადის ქალ მარიამს? სუფრასთან უნდა მჯდარიყავი გამართული, ცუდი სიტყვა არ უნდა გაეგონა არავის. ცუდი სიტყვაში რა იგულისხმებოდა? ნებისმიერი, იცი რა, აი მე გეტყვი თქვა ბაბუას მაგალითზე. ბაბუა იყო ივანე ჯაში ძალიან ცნობილი მეცნიერი და სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იყო ძალიან დარბაისელი და დინჯი. და ყველაზე ცუდი სიტყვა მის ლექსიკონში იყო სიგლახე. ანუ თუ იტყოდა რომ ეს არის სიგლახე, დამთავრებული იყო იქ ყველაფერი. ორჯერ მაგაგონილი მისგან ეს არის გლახა, ეს არის გლახა. კაცი და ნუ ესე იგი ეს კაცი იყო ტუტუცი, უტიფარი, საზიზღარი, ნუ აი რა ვიცი, ყველაფერი ერთად და ნუ ის ცხადია მოკვეთილი იყო მისი გარემოცვიდან, ხო. განსაკუთრებულად აღინიშნებოდა მარინას ოჯახში 23 აპრილი. ამ დღეს იყვნენ დაბადებული ქალბატონი მარიამი და მისი მეუღლე მარინას ბაბუა ივანე ჯაში, ამიტომაც ამ დღეს ივან და მარიამობა დაარქვეს. კი ბატონო. როგორ აღინიშნებოდა ეს? ეს იყო სასწაული. მე ხა გითხარი რომ ეს ბებია საოცარ სუფრას შლიდა ხოლმე 5 კაცისთვის და იმ დღეს რა ხდებოდა, იცი, უზარმაზარი სუფრა იშლებოდა, ცხადია ბევრი დამხმარე წყავდა, მეგობარი ნათესავი და ასე შემდეგ. და იმ დღეს მთელი სუფრა ირთვებოდა პატარა ყვავილებით ივან და მარიებით.
და თან ვინც კი მოქონდა, ყველა მიცოდა ეს ტრადიცია. ვინც კი მოდიოდა, ყველას მოქონდა ეს ივან და მარია. თან ვინაიდან ბაბუას ყავდა ძალიან ბევრი ასპირანტი, რომელიც დააკვალიანა, სწავლა და შემდეგ სხვადასხვა პროვინციებში მოღვაწეობდნენ. მათ თავიანთი კუთხის ივან და მარიები ჩამოქონდა და ეს რა იყო ხოლმე, იცი? აი რაც ხელოვნების ნიმუში, პატარა მინი ეზო, აი ზღაპარი. ასეთი ბების გაზრდილი, ასეთი მკაცრი ბების გაზრდილი, როგორ გამოხვედი ასეთი ცელქი და მოუსვენარი? შეხო წესნო ყოფილიყავი, აი ესეთი რაღაცნაირი ფერია გოგო. ხულიგანი. ხულიგანი გამო. შენ. ხულიგანი გამო. იყავი? კი, ვიყავი. იცი რა, ალბათ დედას დავემსგავსე, იმიტომ რომ დედას მიუხედავად თავისი დაახვეწილი არისტოკრატიული ინგლისური მანერებისა, მე ხო კარგად ვიცი რომ მაშინ ზის პატარა გოგო ხულიგანი. იმიტომ სულ ვიღაცას აშაყირებს, სულ ვიღაცას რაღაცეებს უწყობს. ნუ აი ახლა ხანს მოხდა, წავიყვანე ექიმთან. რომელმაც გასინჯა და უთხრა, ნუ დედა 80 წელი გადაცილებული. უთხრა, ქალბატონო, იცით რა, ხა არაჩვეულებრივი მონაცემები გაქვთ, მაგრამ ეხა ცეკვას მაინდა-მაინც არ გირჩევთო. ცეკვას? დედა მიიღო შეურაცხყოფილი სახე. როგორ? მეცეკვა მინდა ახალგაზრდა, რას ქვია, მე არ უნდა ვიცეკვო. ისე შეწუხდა ეს ექიმი. ისე შეწუხდა, რომ იფიქრა, რომ ამ ხალხს მიაყენდა საოცარი შეურაცხყოფა და მე ვერ მოვიწმინე, გავედი გარე და ვხვდებოდი სიცილით. ნუ ხულიგანია, ნუ როგორ კი. ახლა რთულად წარმოსადგენია, მაგრამ მე-9 კლასამდე მარინა იყო პუტკუნა გოგონა. 89 კილოს იწონიდა და რომ არა მისი კლასელი სოსო ზუბიაშვილი ალბათ არაფერს შეცვლიდა ცხოვრებაში. სოსოს მიერ ნათქვამა ერთმა სიტყვამ გადააწყვეტინა მარინას უარი ეთქვა საყვარელ სასუსნაოებს. ჩვენ ძალიან ისეთი გემრიელი და კარგი კლასი ყავდა და დღემდე ესე მოვდივართ სულ ერთად ვართ და ძალიან მეგობრობთ. და იცი როგორ იყო, აი კლასიკაზე ჩხუბი რო იყო, მე იმხელა ვიყავი, გაჩეჩილი ხუჭუჭა თმები და ზარმაზარი ხაშხაშა ლოყებით რა მარო წამოდი ჩხუბი ყვა, მე რო გამოხდებოდი ყველაზე შინაურად მარო წამოდი ჩხუბი ყვა ფანტებოდნენ. მარო დადგებოდა და უზარმაზარი. და რა მაგარი ისტორია. ერთხელაცა ვინაიდან ესეთი ვისთანაც არ მეგობრობდი, ნუ ისეთი გარეგნობა მქონდა, ეშინოდა. ამ სასამ რაღაცა გამობრაზა თუ დააშავა რაღაცა კლასში ვარ. ხო და სასა იყო ამხელა და მე უსამთა. ხო და გავხედე ცუდად და წავედი სოსოსკენ და ეს სოსოს აწყალი იკარგება მერხებს შორის და ცოტა ენერგიებოდა, ეხა მშვენიერი კაცი არის კაცო. ხო და განწირულმა მომხედა და მიხე სიძრო ხაო. მისი ბოლო ამოწახილი იყო, განწირულის ხვირილი იყო ეს. აი როგორ გავშრით და გამახსენდა რომ აი გაბადების დღეზე რომ მივდივარ, ვერ ვიცმებ ვერაფერს, იმიტომ რომ სულ არ მომწონს ჩემი თავი. ერთხელ მახსოვს ქუჩაში ბევრი ბიჭი იდგა ბირჟაზე და ჩემი დის ტანსაცმელი მეცვა მოპარული, პარავდი ხოლმე და ვიცმები. ხო და ნუ გავიარეთ ამ მომწონს და ნახე შკაფი მოდის, ხო? აი რაღაც ეს ეს უცებ გაგადატრიალ და ყველაფერი ხო? დატრიალდა, ხო, აი ყველაფერი უცებ კინოებში რო ხდება, ის უტრიალებს ყველაფერი. მაგრამ გადავწყვიტე რომ მიმეხედა ჩემი თავისთვის და მაშინ ასაკიც მქონდა ესეთი რომ 3 თვეში უცებ დავიკელე 20 კილო და დიეტას მიმართებ. ავგზალე პურის გული, რომელსაც მანამდე ვიპარავდი, აი ეს დიდ იმას, რა ქვია, პურს გამოვბძღვნიდი ხოლმე და ვჭამდი. ისიც ავგზალე, შაქარი ავგზალე, შოკოლადი ავგზალე და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ ამ თემის 100 ლარიანი კითხვა. აბა. ამ კითხვაზე პასუხს შენი შვილი თათუკა გვეტყვის. გახსოვს თუ არა რა ეცვა შენს ქალიშვილს თათუკას 10 წლის ასაკში კარნავალზე და გაგვიმხილე რა მსხვერპლი გაიღე ამისთვის. კი, როგორ არ მახსოვს. თათუკას ჰქონდა სკოლაში კარნავალი. და მაშინ ნუ ხა ესე გაქირავება არ იყო და ფიქრობდი რა უნდა მექნა და ისე მახსოვს ჩემმა მეგობარმა საშკა კეკელიამ ძალიან შემარცხვინა რომ ბავშვო რაღაცა სისულელე უნდა ჩააცვაო რა იმას ვქენი რომ აი ვეძებ გაქირავებას რომ აი რა გავაკეთო რა ჩავაცვა ბავშვს და არ გწვენიაო კაცო შენ გაპრანჭული დადიხარ და შენი შვილიო კარნავალზეო არ უნდა იყოსო გაპრანჭულიო და ისე ჩამრჩა მოვედი სახლში გადმოვიღე ჩემი
საღამოს კაბა დავჭერი და თათას მე ჩემი ხელით ერთ დღამში შეუკერე კაბა და იმ კარნავალზე თათა გახდა პრინცესა. გაგარია. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. აბა ვნახოთ. ერთ-ერთ კარნავალზე 10 წლის რო ვიყავი, არ მქონდა კოსტიუმი და ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. თვითონ დაშალა თავისი რაღაც საღამოს კაბა და ამიწყო ძალიან მაგარი რაღაც პრინცესის კოსტიუმი და ვიყავი ძალიან ბედნიერი. აბსოლუტურად სწორი პასუხია, ეს იყო შენი შეკერილი საღამოს კაბა და შენ მოიგე 100 ლარი. კარგი, მოდი წავიწიოთ წინ და დააჭირე ხილაკს ხელი. მარინას დედის მშობლები საბჭოთა რეპრესიებს გადაურჩნენ. მისი მამის მშობლებისთვის კი 37 წელი ტრაგიკული გამოდგა. 33 წლის ბაბუა ციმბირში გადაასახლეს და იქვე დახვრიტეს. 30 წლის ბებია კი ცოტა ხანში თბილისში დასაჯეს სიკვდილით. მაშინ, როდესაც დედის წასაყვანად მივიდნენ, მამა და მისი ძმა ძალიან პატარები იყვნენ. სასოწარკვეთილმა დედამ 7 წლის შვილს მისი 3 წლის ძმა ჩააბარა და ღამით მარტო გაუშვა მამიდასთან. ამით ისინი ბავშვთა სახლებში გაგზავნას გადაარჩინა. მარინას მამა და ძმა უკიდურეს გაჭირვებაში მათმა მამიდამ გაზარდა, რომელიც თავადქვრივი იყო და 3 შვილს ზრდიდა. 3 წლის წინ მარინას ხელში მოხვდა წერილები წარსულიდან ბაბუის მიერ თამბაქოს ქაღალდზე დაწერილი წერილები, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა და ახალი პროექტის იდეა გააჩინა. ხო, ეს ჩვენი ოჯახისთვის ძალიან მტკივნეული თემა არის. 3 წლის წინ მამა მითხრა, რომ ახლოვდებოდა ბებიას გარდაცვალების თარიღი, ბებიას დახვრეტის თარიღი. მითხრა, რომ მანახებდა იმ წერილებს, რომელიც სულ ვიცოდი, რომ ამას ჰქონდა, მაგრამ ვერ ვბედავდი, რომ მეკითხა და ეჩვენებინა ჩემთვის. მამა მომცა ეს თავისი არქივი. სადაც მე ეს არქივი რომ ნახე და წავიკითხე, არ მეძინა არც მე ერთი კვირის განმავლობაში და არც ზაზას. იმიტომ რომ ეს იყო 30 წლის ბიჭის ბაბუაჩემის მოწერილი წერილები გულაგიდან, რომელსაც წერდა ამ პაპიროსის ქაღალდზე. ოჯახს წერდა. რომ ესე იგი რა ხდებოდა, რა უბედურება გამოიარა, როგორ იქიდან როგორ უხსნიდა სიყვარულს თავის მეუღლეს, იქიდან როგორ ეჭვიანობდა, როგორ განიცდიდა და როგორ ზრუნავდა კიდევ ყველაზე. ეს იყო აი საოცრება, მართლა საოცარი წერილები იყო და მე მამას ვთხოვე, რომ უფრო მეტი მოეცა ჩემთვის და უფრო მეტი ინფორმაცია მოეცა. წლების განმავლობაში მამა იყო საზოგადოება მემორიალის თავმჯდომარე და მაშინ კგბ-ს არქივები რო გაიხსნა ამ საზოგადოება მემორიალს ქონდა წვდომა. და აი მაშინ ესენი რომ ნახე ემფლად გადავირიე და გავგიჟდი და მაშინ როდესაც ეს ჩვენი ნათესავები უნდა შეკრებილიყვნენ, დარჩენილი არის ბებიას 2 ფოტო, ბაბუას 1 ფოტო, ბაბუის ძმის, ანუ მამას ბიძის 1 ფოტო, სამივე დახვრიტეს. და მხოლოდ პატარა ბროშურა სამშობლოს შესახებ. ბებია იყო სკოლის პედაგოგი, ბაბუა იყო სკოლის დირექტორი და ვიღაცას არ მოეწონა. ბაბუის ძმაც იყო ასევე გეოგრაფიის მასწავლებელი. გადავწყვიტე რომ პატარა ჩანახატივით გამეკეთებინა, იმიტომ რომ ზაზანობაში მქონდა ამის საშუალება, ეკრანზე გაგვეშვა ფოტოები და ის წერილები რომ ნათესაობას ენახა. და ამაზე რომ დავიწყე მუშაობა, იცი რა, ვეღარ გავჩერდი, იმიტომ რომ ყველაფერი მინდოდა მეჩვენებინა და გამოვიდა ესეთი საკმაოდ მოზრდილი დოკუმენტური ფილმი. და შემდეგ უკვე, როდესაც ეს დოკუმენტური ფილმი გავიდა და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მართალი გითხრა. უკვე დაგვიკავშირდნენ ჩვენი მეგობრები ბათუმის ხელოვნების მუსიკის ცენტრის ხელმძღვანელები გია მიქელაძე, ჯაბა სალუკვაძე და შემომთავაზეს ესეთი რამე, რომ მათ სჭირდებოდათ ძალიან ისეთ აქტუალურ, საინტერესო და ისეთ თემაზე მუსიკალური სპექტაკლი და გთხოვეს ამ სპექტაკლის რეალიზება. ასე რომ გაჩნდა უკვე სპექტაკლი მედია ოპერა თაბაშირის იუდა, რომლის მუსიკაც ზაზამ გააკეთა და პროდიუსინგი და რეჟისურა იყო ჩემი. რატომ თაბაშირის იუდა? აი ეს სახელწოდება მაინტერესებს, საიდან მოვიდა? როდესაც აი ამ ავათხსენებულ კგბ-ს არქივებში ვიჭყიტებოდი, მაშინ ნახე პატარა სტატია, ძალიან პატარა ამუნარიდი, რომელიც მე გამოვიკვლიე. აღმოვაჩინე ესეთი დიპლომატი კელერი, რომელიც 20-იან წლებში იყო რუსეთში და აკვირდებოდა მოვლენებს.
1918 წელს ტროცკიმ გადაწყვიტა ემოგზაურა რუსეთის პროვინციებში და ერთ-ერთ პროვინციაში სვიაშკის, ქალაქის სვიაშკის მთავარ მოედანზე შეკრიბა ხალხი, მანამდე დახვრიტა იქაური მონაზვნები და მღვდელმთავრები და გადაწყვიტა, რომ დაედგა ეჩუქებინა ქალაქისთვის ძეგლი. ეს იყო თაბაშირის უზარმაზარი ქანდაკება, იუდა. როგორც კაცობრიობის გადამრჩენელი. კი, ამას კელერი ძალიან დეტალურად აღწერს თავის წიგნში და ასეთი იუდა იყო კიდევ 6 სხვადასხვა ქალაქში, მაგრამ ღამით ჩუმად მოსახლეობამ დაანგრია. ეს მეც არ ვიცოდი, ჩემთვისაც სიახლეა თამაში. ხო, და ასე რატომაც სიმბოლოდ ძალიან საინტერესოა. მადლობა ამ ისტორიისთვის. შენ ახსენე მამა ცნობილი ფიზიკოსი და მათემატიკოსი მსოფლიო დონის ბატონი მინდია სალუქვაძე, მამა ჩემის მეგობარი, ჩოხოსანიც იყო. ჩოხოსანი, კი. მამა 2 წლის წინ გარდაიცვალა. თუ შეიძლება გითხარით, თუ საიდუმლო არ არის, მამას თან დაქონდა პატარა ყვითელი ფურცელი, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ ფურცელს არ შორდებოდა. რა ეწერა ამ ფურცელს? ჩვენც არ ვიცოდით რა ეწერა, უბრალოდ მამა ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოვიძახეთ. სასწრაფო ცხადია, პირადობა არის საჭირო იმისთვის, რომ გააფორმოს, ხო, ვიზიტი ექიმმა. და ზაზას ვთხოვეთ, რომ ზაზა სასწრაფოდ მინდიას საფულე და გახსენი ამოიღე პირადობა. და ზაზამ რო გახსნა, ზაზა მოსეზულიერებელი გახდა, მე მას დაჭირდა სასწრაფო. მაშინ გავიგეთ, რომ მამას ჰქონდა საფულეში ყვითელი ქაღალდი, რომელზეც ეწერა: ღმერთო, გადამირჩინეს ჩემი ქვეყანა. ხო. ცრებლები წაომივიდა. დიდებული ადამიანი. ხო, სხვანაირი. შენც ძალიან სხვანაირი ხარ. მადლობა ჩემო ოქრო. მე იშვიათად შემხვედრია ქალი, რომელიც არის ნამდვილი ლედი. დიდი მე ამას ვაღიარებ. დიდი მადლობა. მოდი ვნახოთ ამ თემის კითხვა. 500 ლარიანი კითხვა და დაძე მეგონება მარინა. გახსოვს თუ არა რა რიცხვით არის დათარიღებული წერილი, რომელიც შენმა ბაბუამ უჩა სალუქვაძემ შენს ბიძას ელგუჯას მისწერა ციხიდან? 35 წლის 23 იანვარი? მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. აბსოლუტურად სწორი პასუხია. შენ მოიგე 500 ლარი, დააჭირე ღილაკს ხელი. მას შემდეგ რაც მარინამ საკმაოდ ბევრი კილოგრამი ჩამოიფერთხა და პუტკუნა ბავშვისგან უმშვენიერეს და მომხიბლელ გოგონად იქცა, ბიძაშვილის ქორწილში მასზე 10 წლით უფროსი მალხაზ ბასალია გაიცნო. 16 წლის ასაკში გათხოვთ, მარინა. მე როგორ შეხვდა ამ ამბავს შენი ოჯახი? მამა ძალიან გამიწყარა. ძალიან გამიწყარა. გაიპარეთ, მოგიტაცეს, ოფიციალურად გათხოვდი? ერქვა რომ ვითომ გავიპარე მამასგან, მაგრამ ისე ყველაფერი იცოდა. აი ეს ბიჭი რო გაიცანი, მალხაზი რო გაიცანი, რამდენ ხანში გაყევით ცოლად? მე 10 კლასში ვიყავი, რო გავიცანი მახო. არაჩვეულებრივი კაი ურთიერთობა მაქვს დღემდე, თვლი რომ ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი მეგობარი და მე 10 კლასში რო ვიყავით, უცებ მაკითხავდა მანქანიანი. ახალგაზრდა ექიმი, პერსპექტიული და გადაწყვეტე რომ გაიპარო. არა, მე მოხდა, იმიტომ რომ მე ჩავაბარე თეატრალურში, მქონდა რაღაც საოცრად საინტერესო პერიოდი, საინტერესო სწავლა, იქ იყო ფესტივალი, ეს ღამე კინოსახლში, ფილმების ჩვენებები, ან საინტერესო ესეთი ცხოვრება იყო და ეთყობა მახოს ეგ არ მოეწონა და რატომაც დააჩქარა ეს. დააჩქარა ეს ამბავი. დააჩქარა. მამა როგორ შემოირიგე მერე? მამა როგორ, ხა ის რომ უბრალოდ იყო ჩემთან, არა, რასაკვირველია, მაგრამ რამდენი ნახავ და იმდენი ან ორჭიქას თუ მოყუპავ და ეს მე გამეპარა და ეს გამithხოვდა და ეს ასე ეს ისე, თორე არაჩვეულებრივი კაი ურთიერთობა ჰქონდა მახოსთანაც და მის ოჯახთან.
და აი მივოდექით ყველაზე მთავარს, როგორ აღმოჩნდა მარინას და მალხაზის ქორწილში სტუმარი დაუნინგ სტრიტიდან დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი. ეს იყო talk of the town. ეს იყო სასწაული, ეს იყო რაღაცა მოვლენა, ყველამდე დადგმული იყო, ეს იყო, ის იყო, რა იყო სინამდვილეში? სინამდვილეში რა იყო და ჩვენ როდესაც წავედით ხელის მოსაწერად, რიტუალების სასახლეში, მაშინ იყო ესეთი წინასწარ უნდა მისულიყავი, ჯერ წინასწარ მოგეწერა ხელი და ორ კვირაში ან რაღაცა პერიოდში გიბარებდნენ უკვე ცერემონიალის ჩასატარებლად. და იმ ქალბატონს, რომელიც თქვათ იქაური მატჩის ბიუროს ხელმძღვანელი იყო, მშვენიერი კაი ქალბატონი იყო, ეთქობა თვალში მოუვედით მე და ლამაზი წყვილი. ხო, ახალგაზრდა მე და გითხრა რომ აი სადღაც ორ თვეში ჩამოდის მარგარეტ ტეტჩერი და რა სიტყვით რომ ხელმეორედ მოაწეროთ ხელი, იმიტომ რომ გვინდა ლამაზი წყვილი დავახვედრო. მაინც არ მოვკვდეთ ციცილით, რა სასაცილოდ არ გვეყვა ხახა ხიხი. რაღაცა იმიტომ რომ აბსოლუტურად არ ვფიქრობდით ამაზე. ხო და გავიდა პერიოდი, მე უკვე თათუკას ველოდები, მაქვს აშნელი ტოქსიკოზი და ნუ ვერ ვარ კარგად. და ამ დროს ვეკამენ რომ მოკლედ უნდა აი ჩამოდის ტეტჩერი და ამა და ამ დღეს უნდა ხელმეორედ მოაწეროთ ხელი. ხო და ნუ ისეთ ცუდად ვიყავ, ვერ ვდგებოდი და ნუ რაღაც არ მინდოდა ძალიან, აი გაგიკვირდება და ნუ ცუდად ვიყავი უბრალოდ და ნუ ძალიან მკაცრად მიტყეს რომ ხო არ გაგიფრენია და ახლოვებით. ჩავიცვით იგივე კაბა, იგივე კოსტუმი, იყო უზარმაზარი ღონისძიება, წაგვიყვანეს ჩვენ, ხელახლა მომაწერეთ ხელი და მართვე მიმღერა, ბავშვებმა იცეკვეს და ტეტჩერმა გვაჩუქა ლამაზი ლარნაკი, რომელიც დღეს თათუკასთან ინახება. მეც ვიყავი მაგ პროექტის წევრი, მერე სანაპიროზე აბანოებთან წამოიყვანეს გამოფენის სანახავად და ჩაიარა ესე და მე არ დამავიდება ტეტჩერის სახის კანი, ბამბა რა და საოცარი ფერის პალტო, royal blue. აი ესე უყურე. ქონდა საოცარი ხელთათმანი. აი ეს მახსოვს ამ ქალის სამოსი და კანი მახსოვს შენს არის. ამის შემდეგ უკვე მარინას დედა ქალბატონი თამარი შეხვდება პირადად ტეტჩერს უკვე ლონდონში. ქალბატონ ტეტჩერს შეხვდი 1987 წლის ივლისში, 23 ივლისი იყო. რეზიდენციაში დაგვხვდა ერთი 20 მაინც ჟურნალისტი, პარლამენტის წევრები, ჯერ არ ჩანდა ქალბატონი მარგარეტი. აი, როდესაც ვლაპარაკობთ, ძალიან სასიამოვნოდ გაიხსენეს პარლამენტის წევრებმა, საქართველოში ყოფნა ქართველი ხალხი და არაჩვეულებრივად ისე თბილად ილაპარაკეს. მოდის ეს ქალბატონი თავისი რიდიკულით, ისე მოპაკულობს ლამაზად, მშვენიერად და აღმოჩნდა ზუსტად ერთნაირად გვეცვა. ერთნაირი მარცხნილობა ჰქონდა. ნუ აი ყველაფერი რაღაცნაირი და გაჩერდა მიყურებს და მეც არ მივარდა სიცილი და მოვიდა მე ახლა და გადაგვიხეთ ახლა სურათებიო. ან მე ვარ ქართველი, ან ეს არის ინგლისელი. და მე ვაჩუქე ელენა ახვლედიანის არაჩვეულებრივი რეპროდუქციები. სულ მახსოვს საქართველო, მე თქვენ ახლა ორ სურათს გაჩვენებთ და გამომიტანა ჩემი შვილის და სიზის პორტრეტი და თავისი ისე როდესაც დგას ქორწინების სასახლეში და უყურებს ბავშვების ცეკვას. 1 საათი და 15 წუთი დაჰყო ჩვენთან. ძალიან ასეანოვნებით წამოვედით და რა თქმა უნდა რა დამავიწყებს ამ წუთებს. რა საინტერესოა. მარინა, შენმა პირველმა ქორწინებამ 7 წელი გასტანა და აი ამ 7 წლის განმავლობაში ხან რიგდებოდით, ხან შერიგდებოდით, ხან იჩხუბებდით, ხან გარბოდით, ხან მორბოდით და რა ხდებოდა, რას ვერ იყოფდით? არ ვიყავით მზად ალბათ ესეთი ურთიერთობისთვის, თორე მას მე რაც დავშორდით, მახვარი ჩემთვის საუკეთესო მეგობარი და ნუ აი რა ვიცი. არა მარტო შენს ყოფილ მეუღლესთან, არამედ არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს მარინა თავის ყოფილ მულთან და დედამთილთან. საინტერესოა, რითი შეგაყვარეს ასე თავი? არა, ყოფილი მული არა, მუდმივი მულია და ჩემი და არის.
ეგრეკაია მუდმივი. ხო, არა, იმიტომ ლალი არის ჩემთვის ერთ-ერთი ძვირფასი ადამიანი, მახოს და გიждები მასზე მთელ მის ოჯახზე, არაჩვეულებრივი და ძალიან მენატრება ჩემი უკვე გარდაცვლილი ყოფილი დედამთილი ლარიჩკა, რომელიც იყო ზღაპარი, არაჩვეულებრივი ქალი, ძალიან უბრალო და ძალიან ბრძენი. შენ მათი ხათრით შეგისწავლია მეგრული ენა? მაგვალუჯგი რომ მიჩქო მარგალური თიშენი მავორეკ მარგალეფიშ ბიფშინოსა. ყოფილი ძალი ვარო ხო? კი ბატონო. ერთი ძალიან სასაცილო ამბავი უნდა გითხრათ. პატარა ვიყავი და სულ მაინტერესებდა ხა სიტყვები ისინი. ხა აი ლარიჩკა როგორ არის მეგრულად მარცხნივ. მარცხნივ არის კვარჩხანშეო. მარჯვენ მარძგვანშეო. პირდაპირ როგორ არის? დედაპირი ამო? და აი გავა 7 წელი და მარინას ცხოვრებაში შემდეგი 7 წლიანი ეპოქა დადგება. ხელმეორედ გათხოვდი 30 წლის ასაკში და ამ ქორწინებამაც 7 წელი გასტა. ხო, რაღაც საკრალური ციფრი არის. და საკრალური ციფრი არის. ვინ იყო შენი მეორე მეუღლე? ძალიან ესეთი კაი შესახედა. მეტად. ზაბიტი ჟენიხ. კი, იждებოდა ლამაზი ბიჭი. დათო გვათუა. კი, არაჩვეულებრივი გადასარევი ბიჭია, უბრალოდ, არ შედგა ამბავი. არა, ხო. და აი მარინას ცხოვრებაში გამოჩნდა კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი, რომლის მუსიკამ საბოლოოდ დააშორა მარინა თავის მეორე ქმარს, თუმცა ამაზე შემდეგ თემაში ვისაუბრებთ. რამდენი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ მოდი ვნახოთ ამ თემის შემდეგი კითხვა და ვნახოთ რამდენ ლარად არის ეს შეფასებული. 200 ლარიანი ყოფილა. გაგვიმხილე საიდუმლო, ვინ დაგიწერა პირველ კლასში ლექსი, რომელიც საკუთარ ლექსად გაასაღე? დედაჩემ დამიწერა ძალიან მთხოვე, რომ ის იმდენად კარგად გამოვიდა, რომ ძალიან მთხოვე, რომ დამიწერა ხოლმე ლექსები პოეტი მინდა გამოვიდე თქო. დედა შენი გიწევდა შენ ასახებდი სკოლაში შენად? არა, ერთხელ გავასახე. კარგი, მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. მარიკუნა მოვიდა სკოლიდან პირველ კლასში იყო. დედა მითხრა მასწავლებელმა დავალება მოგცა ლექსი დაწერეთო. რა უნდა მეკრა დაუწერე ლექსი, რა თქმა უნდა, ისევე რა თქმა უნდა ბებიაზე, იმიტომ რომ მინდაჭული იყო ბებიასთან. ჩემი ლექსი გაასაღა თავის ლექსად. აბსოლუტურად სწორი პასუხია, შენ მოიგი 200. დააჭირე ხილაკს. მესამე მამაკაცთან გაირღვა 7 წლიანი ციკლი და მარინა და ზაზა მარჯანიშვილი აგერ უკვე 10 წელია ერთად არიან. ზაზა არის ჩემი მეგობარი, ჩვენ ერთმანეთი გავიცანით ლოს-ანჯელესში, ძალიან მიყვარს უნიჭიერესი, უსაყვარლესი ადამიანი და მე ვიყავი მომსწრე თქვენი პირველი შეხვედრისა, თითქმის მომსწრე. შენი ყავი, არავინ არ იცოდა მარტო შეხვედრა. 12 წლის წინ, თუ არ ვცდები, აეროპორტში ვარ და ეს არ იყო დილაგამთენია რეისი და ეს არ იყო ღამის რეისი, ეს იყო შუადღის რეისი. ვიღაცას ველოდებოდი არ მახსოვს და ხედავ მარინა და მარინა როგორ ახლა და მარინა ესე მერიდება, არ უნდა საუბარი, უნდა რომ ერთი ისული აქვს, რომ გამიკვირდა ესე ცივად რატომ ხდება? თურმე ნუ იტყვი და ზაზას ელოდება და არ უნდა რომ ვინმე იყოს ამის მომსწრე. მე კი ვერ დავინახე, მაგრამ გამიკვირდა. როგორ გაიცანით ერთმანეთი? ჯერ გავიცანი ზაზას მუსიკა და შემიყვარდა ზაზას მუსიკა. საიდან მოისმინე ზაზას მუსიკა? ჩემო ქმარმა მომცა. ხანო ის მუსიკის საოცარი დამფასებელია, კაი გემოვნებაა. კი ბატონო. მომცა დისკი, რომელიც იყო ესე გადაწერ გადმოწერილი და მითხრა რომ გონი ეს არისო ადიო, ჯგუფი ადიო და ნახე რა მაგარი რაღაცები არისო. დავიწყე მოსმენა გავგიჟდი ამ დისკზე, წავართვი ცხადია და დავისაკუთრე ეს დისკი და მოსმენდი დღე, ღამე, შუადღე ვიძინებდი, ვიღვიძებდი, მანქანაში მიმქონდა ეს დისკი, ამ მქონდა სახში და ნუ გიჟდებოდი ამ კომპოზიციებზე, მართლა. მე ერთხელ დამჩა მანქანაში და გამიტეხეს ფანჯრის მინა, მოიპარეს მაგნიტოფონი დისკიანა და არაფერზე დავეძებდი ის დისკი მინდოდა. მოვიარე ყველა ტელევიზია, რადიო, ეხლა მიმიწვდებოდა ხელი და ვერსად ვერ ნახე, ადიოს ყველაფერი მოვისმინე ის არ იყო. და მე ჩავიქნიე ხელი, ნუ რა ვქნა, ეხლა დაიკარგა. კარგი რა. რომ გავიდა რა პერიოდი.
და ჩემი გადაცემა მქონდა. მაშინ მკითხე მიშა მდინარაძეს და რუსიკო ბახტაძეს. რუსიკო შემხვდა და მიშასთან, მიშა ჩვენი არხის კომპოზიტორი იყო მაშინ. რომ აი ხო ვეპატიჟები თემა მაქვს შოუ ბიზნესი და ვეპატიჟები ახლა ქართულ მომღერლებს და ზოგს არაჩვეულებრივს და ზოგს ასეც და ზოგს ისეც და აი მაინტერესებს ვინმე ხوار მრჩება აი ჰაი კლასი მინდა თქვა აი ვინმე ხوار გამომრჩება ამ საზოგადოებიდან თქო და აი ზაზა მარჯანიშვილი ჩამოსული ამერიკიდან ცოტა ხნითო და აუ მიშა მეუთხე ჩამიწყე გეხვეწები იქნებ უთხრა რომ მოვიდეს გადაცემაში მოვიდა ზაზა გადაცემაში გალანძღა რუსული ესტრადა იქ ვიღაცასთან შევიდა კამათში ხო და რომ მიდიოდა დავემშვიდობე და უთხრა სამწუხაროდ მე თქვენი მუსიკა არ ვიცი მე დისკსო გამოგიგზავნე ხო და გავიდა რა პერიოდი და მირეკავს ყმაწვილი თურმე ახლანდელი ჩემი მაზლი ბაჩო რომელიც ძალიან მიყვარს და ზაზამო მარჯანიშვილმა თქვენთვისო დისკიო გამომატანაო და მეო დაცვასთან მტოვებო ხო და რომ მივდიოდი სახლში და ავიღე დაცვასთან ეს დისკი დავიწყე მოსმენა ხო და ნუ მესიამონა და მერვე კომპოზიცია ვიცანი რომ ის იყო მე რაზეც გიждდებოდი არა ხო აი საოცრება იყო ხო და მე ზაზამ მომწერა იმითი სოციალური ქსელით რა თუ გადმოგდე მე მივწერე მე უთხარ რომ აი ეს დისკი ის არა ადიოს არაო ეს ჩემი როგორ არის მე უთხარ ეს ადიოს არაო ჩემი არის და მე გამომიგზავნა ეს მთელი ეს ალბომი რაზეც მე გიждდებოდი და მე მოხდა ისე რომ ერთხელ დიდხანს ვისაუბრეთ მე მეორე დიდხანს მე მესამეეთ მე მოთხოვნილება გამიჩნდა იმიტომ რომ აი ვიგძენი რომ ეს არის მონათესავე სული აი soulmate რასაც ქვია და აი ყოველ დღე ველოდებოდი ზაზა როდის მოვიდოდა თავისი სამსახურიდან აქ იყო სხვა დრო მე როდის შევძლებდი და აი მოთხოვნილება მქონდა რომ მასთან მესაუბრა და აი ჩვენ ვიყავით საუკეთესო მეგობრები ინტერნეტის და საუბრობდით სკაიპით საუბრობდით მაგრამ ჯერ არ იყო სიყვარულის ჩანასახი ეს არა ჯერ არა მაგრამ იყო ის საოცარი ის არა ჰარმონია ხო ორ ადამიანში მოთხოვნილება იყო ხო შენ აქ ის იქ ზაზა მარჯანიშვილი დღეს ჩემი გადაცემის სტუმარია. ზაზა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი გადაცემაში სტუმრად. ესე იგი მე და ზაზამ ერთმანეთი გავიცანით 97 წელს ამერიკაში. და მე არ დამავიწყდება ზაზამ ნოსტალგიის ფონზე დაიწყო იმერული ხაჭაპურის კეთება და მე მას მერე ეგეთი ხაჭაპური არ მიჭამია. დიდი მადლობა. ზაზა გადაცემაში რომ მოხვედი ტაბუში სტუმრად და დაადგი თვალი ასე ქაფიდან შობილ ვენერას ულამაზეს ქალბატონს რა გაიფიქრე? რამს მეაღლიანებ. მე რო ჩამოვედი თბილისის გარდა ყველაფერი ვიპოვე რა. და შემდეგ აი ერთ-ერთი პირველი განათება გამონათება უბრალოდ ჩემს საკუთარ სამშობლოში ემიგრანტად რო გზნობდი თავს იყო მარინას გადაცემა რა პირველად უცებ რაღაც თბილისელები ხარ შემოდა თან ეტყობა რა ადამიანს ვინ საიდან არის და რა ფესვი აქვს და აი მაგითი დაიწყო ყველაფერი რომ თითქოს ნოსტალგიას ველაპარაკებოდი რაღაც წარსულთან მქონდა შეხვედრა რა იშვიათად შემხვედრია წყვილი რომელთა შორის არის ასეთი თანხვედრა, ასეთი ჰარმონია, ასეთი სიყვარული, ურთიერთობა. ძალიან მიხარია რომ ერთად ხართ თქვენ არაერთი პროექტი განახორციელეთ ერთად. შემოქმედებით ადამიანებს უჭირთ ხოლმე ვიღაცის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობა. ალბათ ეს გახდა ბიძგი იმისთვის რომ ისეთი საქმე მოეფიქრებინათ ზაზას და მარინას, სადაც თავად იქნებოდნენ დირექტორებიც, უფროსებიც და შემსრულებლებიც. და ეს გახდა რა? ზაზანოვა, საღამოების ზაზანოვაში ეს იყო მთელი მოვლენა, აქ მღეროდნენ ცნობილი მომღერლები, ზაზა ყოველ საღამოს უკრავდა ბედნიერი, ხალხი უამრავი შენ, ესე იგი რესტორანი, გებარა, მთელი თავისი ადმინისტრაციული საკითხები და ყველაზე მთავარი და საოცარი რაც იყო, ეს იყო ზაზანოვას მენიუ. მე არ დამავიწყდება, შევედი ზაზანოვაში, ავიღე მენიუ და
Dabavizda საჭმელი. იმიტომ რომ ეს იყო პატარა ალმანახი, ენციკლოპედია, პატარა ისტორიული გადახვევებით, სენდვიჩის ისტორია, როგორ დაიბადა სენდვიჩი, თხის ამბავი, თხების ამბავი ეთიოპიაში, მხიარული თხები, რომელმაც ყავაში და შეჭამეს ყავის მარცვალი და მე როგორ დააკვირდნენ ამ ამბავს. მე თურმე გენაცვალე, მე არ ვიცოდი რომ ლობიას ქონია გურიაში რაღაცა ჯადოქრული თვისებები, ამი ყურნავდნენ ხალხს და ეს მენიუ შემჭე ესე. ეგ მენიუ უნდა მაჩუქოთ. ჩვენ გადასარჩენად გავაკეთეთ ძალიან პატარა ადგილი. მოვირგე წინ საფარი, რისიც არც მეთაკილება და მიამაყება კიდევაც, იმიტომ რომ ადამიანმა ყველაფერი უნდა გამოსცადოს. შემოქმედება სახში, მუშაობა გარეთ. აი რატო დავარქვით ახლა ვუდსტოკ სენდვიჩები. გასულ საუკუნეში 69 წელს ამერიკაში ჩატარდა ესეთი ძალიან ცნობილი ფესტივალი ვუდსტოკში. გვაქვს კოკერ სენდვიჩი, გვაქვს კარლოს სანტანას სენდვიჩი, ჯენის ჯოპლინს სენდვიჩი და ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც კრიდენსის სოკოს ჩიფსები. ახლა ვიწყებთ ჩვენი დიდებული სენდვიჩის კარლოს სანტანას მომზადებას. ეს არის ფობოის პური, ფობოი რა არის, იცით? ეს არის ნიუ-ორლეანული სენდვიჩი. დავპრესოთ და ისეთი გემრიელი რამე გამოდის. ეხლა მივხედოთ ჩვენ შოკოლადს. ეხლა ეს ჩვენი პუტკუნა შოკოლადები უნდა შევდოთ მაცივარში, აუცილებელია. ესე სამაგიეროდ აგერ გვაქვს წინა დღის გაკეთებული. აი ეს არის ის შოკოლადი, რასაც თქვენ უყურეთ, რის დამზადებასაც თქვენ უყურეთ. აი ყვა გაპატიოსნებული და ჩადებული. ჩვენ თავს ვიხალისებთ ჩვენთვის, ჩვენი მეგობრებისთვის და კეთილი ხალხისთვის. ამას მიმალავდი? ახლა კი ამ თემის, მოდი ვნახოთ რამდენ ლარიანი, 400 ლარიანი კითხვის დრო დადგა. 2010 წელს ნიუ-ორლეანში ზაზას დაბადების დღეზე შენ საქართველოდან გააგზავნე ტორტი. არ ვიცი საქართველოდან გააგზავნე რა გააკეთე. თუ გახსოვს, რისგან იყო ეს ტორტი გაკეთებული, რისი ტორტი იყო? და რა ეწერა ზემოდან? იქ ვიპოვე, აქ ხო გახსოვთ ცნობილი მადლენა? კი. ხო. ნიუ-ორლეანში ვიპოვე საკონდიტრო მადლენა, რომელიც აწყობდა ტორტებს. შევუკვეთე ტორტი, შემდეგ ვთხოვე ძალიან კარგ ქართველ ბიჭს, რომ მისული იყო და წარწერა გაეკეთებინა, აქედან გაუგზავნე რა უნდა ყოფილიყო და შემდეგ უკვე მიუტანე ზაზას ეს ტორტი. რისი ტორტი იყო? ეს იყო ჟოლოებით. და რა ეწერა? ზაზა გილოცავ დაბადების დღეს. აბა ზაზა გვითხარი სწორი პასუხი, აბსოლუტურად სწორია რა? სწორი პასუხი. 2010 წლის 6 ოქტომბერს ჩემს დაბადების დღეს უცებ დააკაკუნეს კარებზე. გავაღე კარები და დგას დიდი, ძალიან დიდი მანქანა. და იმ დღეს არ ველოდებოდი და ზუსტად სწორედ ეს ზაზანოვას ალბომი 3000 დისკი ჩამომიტვირთეს და გამოვიდა რომ რაღაც საჩუქრად დაემთხვა ჩემი ახალი დისკის მოტანა რა ჩემთან სახლში. დაახლოებით 9 საათში ისევ არის კარებზე კაკუნი და გავაღე და ქვემოთ დევს დიდი ტორტი. აჰა. პირდაპირ იატაკზე. ხო და შემოვიტანე ახლა ეს ტორტი და გავხსენე და ქართულად აწერია. ზაზა გილოცავ დაბადების დღეს. მოგეწონა გემრიელი იყო? კი, გადასარევი. აბსოლუტურად სწორი პასუხია, შენ მოიგე 400 ლარი. ზაზა, ძალიან დიდი მადლობა და მოვდივარ ვუდსტოკის სენდვიჩებზე სტუმრად. აუცილებლად. დაგვრჩა ერთი მთავარი თემა, რომელსაც რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ, რომელიც ცნობილი ქართველი ცდილობდა ზაზასა და მარინას სიყვარულის დანგრევას და მარინას ადგილის დაკავებას. არ გადაარჩათ, ჩვენ მალე დავუბრუნდეთ. მარინა, საოცარი ქალბატონი ხარ. მადლობა ჩემო საყვარელო.
ძალიან ვისიამოვნე შენთან ურთიერთობით, შენი საოცარი ისტორიების მოსმენ. შენ მოიგე 1500 ლარი. ოი, რა კარგია. ნამდვილად ძალიან სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ ჩემო მარინა, ჩვენი თამაშის წესები ასეთია. თუ კი შენ გვეტყვი იმ ადამიანის სახელსა და გვარს, რომელიც აი ამ კონვერტში წერია, შენ მოიგებ 5000 ლარს. მაშასე მაყურებელს ვეტყვის. მარინესა და ზაზას სიყვარულის ისტორია ახალი დაწყებული იყო, როდესაც გამოჩნდა ადამიანი. თბილისში ძალიან პოპულარული და ბევრისათვის კარგად ნაცნობი პიროვნება, რომელიც რადგანაც ყველანაირად ცდილობდა მათი ურთიერთობის გაფუჭებას. ავრცელებდა ჭორებს, ცუდად მიქონდა ენები და მარინასა და ზაზას ზურგს უკან საშინელ ინტრიგებს ხლართავდა. მარინა გახსენი კონვერტი. მოდი აბა ვნახოთ. ხო, იქნებ ჩვენ არასწორად გვაქვს ამ პიროვნების სახელი და გვარი, იქნებ არასწორად მოგვიტანეს ამბავი. იქნება გინდა რომ დაასახელო მისი სახელი და გვარი. ეგ არის? ხო. მარინა, 5000 ლარის სანაცვლოდ გაამხელ თუ არა მის სახელსა და გვარს? ნუ ღირსება უფრო მეტი. ხო, არ მინდა, იმიტომ რომ მე მიუტოვე ყველა იმ ადამიანს, ვინც ცდილობდა ცუდის გაკეთებას. ამითი მე არაფერი არ დამშავებია, მათთვის არის ეს საზიანო და ღმერთმა შეუნდოს. მით არ მინდა ამაზე. მაშინ ის მაინც მითხარი, ეს პიროვნება ქალი იყო თუ მამაკაცი? ქალი. ზაზაზე ხომ არ იყო შეყვარებული ჩუ? არ ვიცი, არ მგონია, არ ვიცი. იმ პერიოდში საქმე არ გქონდა. ამით იქცევდა თავს, ხო, არ ამკითხებო ამბები. ასეთი ადამიანები ხომ ხშირად აღწევენ, რომ ურთიერთობაში რაღაცა ბზარი მაინც შემოიტანონ. შეძლო ეს? არა. ვერაფერიც ვერ შეძლო. ვერაფერიც ვერ შეძლო. როგორ მოიშორეთ ეს ადამიანი? მე ძალიან მთხოვეს, რომ უბრალოდ მისთვისაც არაფერი არ მეგზნობინებინა და არ მეთქვა და თვითონ ცხენიან და აღარ ჩანს. აღარ ჩანს, მაგრამ ის მოდიოდა თქვენთან სახლში, იყო თქვენი სტუმარი. ვიცი რა, ცალ-ცალკე. ეხლა ზაზა სულ ამერიკაში იყო და ერთად მას არ უნახივართ, მაგრამ ცალკე ჩემთან კაი ურთიერთობა მასთან კაი, მაგრამ არ მინდა ამ თემაზე. მარინა, უღრმესი მადლობა სტუმრობის.